ზურიკო დავითაშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი კლუბიდან წასვლა, მაგრამ ხელმძღვანელობა არ უშვებს. ფრანგები ასეთი ტემპით ქართველის კარიერას დაღუპავენ. დაღესტნელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ხუჩა კვარაცხელიაზე ხმამაღალ და მოულოდნელ განცხადებას აკეთებს, რამაც ყველა გააკვირვა. მასობრივი დაპირისპირება ქუჩებში და გულშემატკივრების ბუნტი, მესის დომინაცია ჯუდ ბელინგემზე და რატომ არის თორნიკე კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ნამდვილი და ერთადერთი იმედი. ამ ყველაფერს დღევანდელ ვიდეოში გავიგებთ. არ ვიცი საერთოდ თუ არის შესაძლებელი, მაგრამ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება მაინც მსურს. ვცადოთ ამ ვიდეოში 2000 მოწონებაზე ასვლა, ამიტომ აბსოლუტურად ყველა, ვისაც ამ წამს ჩემი ხმა გესმით, თქვენზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ ვერა. საინტერესოა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველი თქვენგანი. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგულ მონდორფს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 1-1 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში კი 3-2 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და შეეძლო თამაშის ბედი ადრეც გადაეწყვიტა, თუმცა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მათ შორის 65 წუთზე 11 მეტრიანი, რომელიც თორნიკე კვარაცხელია მოიპოვა და ბამში ასრულა, თუმცა გვინეელ შემტევს მეკარე მაჯობა. მატჩის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაია კომენტარს აკეთებს. სამწუხარო ძირითად დროში თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ გოლი გავიტანეთ. ვერ ვიტყვი რომ ბიჭების მონდომებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ როცა ბევრ მომენტს ვერ გამოიყენებ, გოლის გაშვების საფრთხე ყოველთვისაა. რაც შეეხება თორნიკე კვარაცხელიას, ის თამაში ძალიან კარგად ჩაერთო. ვარჯიშებზეც ეთყობა რომ პროგრესირებს და სულ უფრო უმატებს. დაახლოებით თვენახევარია რაც ის ჩვენთან ერთადაა. ალბათ ცოტა დრო კიდევ სჭირდება, თუმცა სასტარტო შემადგენლობიდანაც რომ დაიწყოს, არ ამგონია სხვაზე ნაკლებად ითამაშოს. მეორე ტაიმში ძალიან დაგვეხმარა, კარგად შემოვიდა, პენალტი მოიპოვა და მომენტები შექმნა. თუმცა სასტარტოში სათამაშოდ ალბათ ჯერ მზად არაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ხვიჩა ქართული ფეხბურთის სახეა და ყველამ ვიცით როგორც გვარდება ჩვენ ქვეყანაში ამბები. თორნიკე პრეტენზიების გარეშე თავმდაბლად სათადარიგოთა სკამზე ზის. საჭირო დროს გამოდის და თავის საქმეს ასრულებს. თან ვისაც გინახავთ მისი თამაში დამეთანხმებით რომ ულამაზესად მოძრაობს მინდორზე და უდიდესი პოტენციალი აქვს. შემდეგ ევროზე ის უკვე 18 წლის იქნება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 20-ის. მეტი გამოცდილებით და თუ ის ნაკრებში გამოიძახეს, მოედანზე ორ ძმას ვიხილავთ, სადაც ორივე ერთმანეთზე უკეთესია. თორნიკე უდიდესი ტალანტია და პატარა ასაკიდანვე თავმდაბალი და პროფესიონალია, რაც ჩემთვის პირადად უკვე საკმარისია რომ ნაკრებში კიდევ ერთ ტოპ ფეხბურთელს ველოდო მომდევნო წლებში. ბევრის თქმით ის თავის ძმაზე უკეთესიცაა, თუმცა ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. დაწერეთ რას ფიქრობთ თორნიკე კვარაცხელიაზე, რადგან თქვენთან მასზე ჯერ არ მისაუბრია და თქვენი აზრი მაინტერესებს. თვლით თუ არა რომ ის მართლაც ქართული ფეხბურთის იმედია და შეძლებს თუ არა თორნიკე თავისი ძმის წარმატებებს აჯობოს. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული სენტ-ეტიენის შემტევის ზურიკო დავითაშვილის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ფრანგული გამოცემა People-Word-ის ინფორმაციით 25 წლის ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბს გაყიდვა მოსთხოვა, თუმცა სენტ-ეტიენი დაინტერესებულ გუნდებს აფრთხობს, რადგან ქართველი სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. რა წერია სტატიაში? ზურიკო დავითაშვილის მომავალი როგორც ჩანს სენტ-ეტიენისგან შორს დაიწერება. კლუბთან 2028 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს სურს ისარგებლოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრით, რათა კარიერაში ახალ ეტაპზე გადავიდეს და ევროპის უმაღლესი დონის კლუბს შეუერთდეს. People-Word-ის ცნობით, 25 წლის მოთამაშემ ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა, მაგრამ სენტ-ეტიენის ხელმძღვანელობამ საკუთარი პირობები დააწესა. კლუბს, რომელსაც ზურიკო დავითაშვილის შეძენა სურს, მინიმუმ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ტრანსფერმარკეტის მიერ შეფასებულ მის სატრანსფერო ღირებულებას. ქართულ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ყავდა და ბოლო პერიოდში მას ატლანტას, ბეშიქტაშსა და ოლიმპიაკოს უკავშირებდნენ. ამ მომენტისთვის ზემოთ ხსენებული კლუბებიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი, ოლიმპიაკოსი.
თეთრ წითლებმა მწვანეებს შეთავაზება გაუკეთეს და მზად იყვნენ ზურიკოს ტრანსფერის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევრო გადაეხადათ. სენტ-ეტიენმა ეს წინადადება დაბლოკა და ფრანგების მიზანი დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებაა. ბერძნული გამოცემის Nova Sports-ის ინფორმაციით, ოლიმპიაკოსი სენტ-ეტიენს მეორე გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართავს. რადგან თავად ზურიკოს სურს კლუბის დატოვება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი აღარაა და ვერ ხედავს კარიერის სწორ განვითარებას და როდესაც ფეხბურთელი ასე ფიქრობს, ისევ მაგუნდში დარჩენა საშინელება იქნება. სენტ-ეტიენს თავისუფლად უნდა უღირდეს ზურიკოს გაყიდვა 12-15 მილიონ ევროდ და იმედია არ დაგვიღუპავენ ფეხბურთელს და გუნდიდან წასვლის საშუალებას მისცემენ. დაწერეთ, რომელ კლუბს მოუხდებოდა დავითაშვილი ყველაზე მეტად. მე ვფიქრობ, რომ ბარსელონას დახატავდა. UFC-ს ლეგენდარული ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ხშირად ესწრება მატჩებს და საკუთარ აზრსაც აფიქსირებს. ამჯერად რუსეთის წარმომადგენელმა მებრძოლმა სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა ქართველის მიღწევებზე რუსულ ლიგაში და იმაზე თუ რა დონეზეა ის ახლა. ნახოთ რა განაცხადა ხაბიბმა. ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი? ულაპარაკოთ ლუის ენრიკე. ზუსტად ვიცი როგორ ააწყო მან პარი სენ-ჟერმენი. როგორი კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის მენეჯმენტთან და როგორ უმკლავდება პასუხისგებლობას. მან ფეხბურთელები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა და პასაჟეს სახით ნამდვილი მონსტრი ჩამოაყალიბა. ასევე ძალიან მომწონს მიკელ არტეტა, რადგან ის ქარიზმატული ადამიანია და საინტერესო ენერგია აქვს. მისგან ფეხბურთელები ბევრს სწავლობენ. მესამე ადგილზე მწვრთნელებს შორის ვინსენ კომპანის დავაყენებდი. მეოთხეზე კი პეპ გვარდიოლას. თუმცა თუ ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტებზე ჩამოვარდება საუბარი, პეპი მთავარი ფავორიტი იქნება. ტოპ ფეხბურთელები ჩემთვის ზინედინ ზიდანი, კრისტიანო რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ასევე ძალიან მომწონდა რუდვან ნისტელროი და გამიხარდა რეალში რომ გადავიდა. ახლა საუკეთესოებად ვთვლი ვიტინიას, ხვიჩა კვარაცხელიას, კილიან მბაპეს, ლამინ იამალსა და უსმან დემბელეს. ერლინგ ჰოლანდი კი მეექვსე პოზიციაზეა ჩემთვის. რაც შეეხება ხვიჩას, ის თამაშობდა რუსულ ლიგაში. კი, ძალიან გამოირჩეოდა. ლამაზი დრიბლინგი, სქილები. კი, კარგად თამაშობდა, მაგრამ ამ დონეზე რუსეთში ვერასდროს მივიდოდა. ის ფაქტი, რომ ეგ სკოლა გაიარა, ბევრს ნიშნავს. ესე იგი, მას უნდა გაევლო ეს გზა, რომ გასულიყო მსოფლიო ასპარეზზე და გამხდარიყო ის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც დღეს ვიცნობთ. საინტერესოა, რომ ხაბიბი მერაბზე და ილიაზე ლაპარაკს იგივე ინტერვიუში თავს არიდებდა. არ ახსენებდა ქართველ მებრძოლებს სახელებით, მოიხსენიებდა როგორც ზოგადად მებრძოლს და მიგვანიშნებდა ვიზე საუბრობს. და ისიც, რომ საუკეთესო ფეხბურთელებში არც მესი და არც მარადონა არ დაასახელა, მხოლოდ თავისი მეგობარი ზლატანი და რეალის ფეხბურთელები. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ხაბიბ ნურმაგომედოვის ამ ინტერვიუზე. ატლანტაში, ინგლისის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ, არგენტინის ნაკრების გულშემატკივართა მასობრივი შეკრება გაიმართა. ადგილობრივი პოლიციის შეფასებით საერთო ჯამში 10,000-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ზეიმი არგენტინული კლუბების, სან ლორენსოსა და ურაკანის ფანებს შორის მომხდარმა ჩხუბმა დაჩრდილა. კონფლიქტის მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ერთმანეთის მიმართულებით ბოთლების, ნაგვის ურნების, მაგიდებისა და სკამების სროლა დაიწყეს. თვითხილველები ჩხუბის შეჩერებას ცდილობდნენ და ყვიროდნენ. ინგლისელებს უნდა ეჩხუბოთ იდიოტებო. პოლიცია ინციდენტში სწრაფად ჩაერია და ჩხუბის მონაწილეები გააშველა. ურაკანის ერთ-ერთი გულშემატკივარი დააკავეს და შემთხვევის ადგილიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. ინციდენტის მიუხედავად, არგენტინის ნაკრების მხარდასაჭერი აქცია მაინც შედგა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. არგენტინამ ინგლისი 2-1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდის შესრულებით ინტენსიური ფეხბურთი ვიხილეთ. იყო ბევრი ორთაბრძოლა და წესების დარღვევა. რეალური მომენტი კი გუნდებმა ვერ შექმნეს. მეორე ტაიმის სტარტზევე ორჯერ სახიფათოდ ხულიან ალვარესი ურტყამდა. 55 წუთზე მორგან როჯერსის ჩაწოდების შემდეგ ენტონი გორდონმა ახლო მანძილიდან ემილიანო მარტინეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გახსნა. მალევე არგენტინას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როცა სკალონის გუნდის სწრაფი შეტევა იდეალურად შესრულებული ვარდნით
ჯეთ სპენსმა ჩაშალა. 86 წუთზე ენცო ფერნანდესმა ლამაზი შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. არგენტინა მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა გამოიყენა და დამატებით დროზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ლიონელ მესიმ კი მეორე საგოლე პასი გაიფორმა. თამაშის დასრულების შემდეგ არგენტინის მთავარმა ლიდერმა მესიმ კომენტარი გააკეთა. მინდა არგენტინელ გულშემატკივრებს უთხრა იგივე, რაც კატარში ვთქვი. ისიამოვნეთ, ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ. ეს მსოფლიო ჩემპიონატის სრული სიგიჟე იყო და მონდიალის კიდევ ერთ ფინალში გასვლა საოცარი შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მატჩი იყო, ჩვენი ჰიმნის ჩართვისთანავე რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენით. ეს უბრალოდ მორიგი გამარჯვება არ ყოფილა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც არგენტინელ ხალხს ძალიან უნდოდა. სიგიჟეა, რასაც მივაღწიეთ. ზედიზედ 5 ფინალი, მსოფლიოს ზედიზედ 2 ფინალი. ბოლო 4 წელია საუკეთესო ნაკრები ვართ. ეს ვისაც არ უნდა წყინდეს და რასაც არ უნდა ამბობდნენ, ფაქტია, რომ მოედანზე ვამტკიცებთ, რომ არავინ არაფერს გჩუქნის. სიამაყითა და მთელი გულით ვთამაშობთ. კამბექი შევასრულეთ და ძალიან ამაყი ვარ. სიმართლე გითხრათ, ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის თითქმის 1 წელიწადი ვემზადებოდი. დეკემბერი არგენტინაში გავატარე და ყოველ დილით და შუადღეს ვარჯიშობდი. ვიცოდი, რომ მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, რათა ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვედროდი. ამ გუნდში ეჭვი არც ერთი წამით შემპარვია. ვიცი ამ შემადგენლობას რა შეუძლია. დიახ, მსოფლიო ჩემპიონატს ეჭვებითა და ტრაუმებით შევხვდით, თუმცა როდესაც ეს გუნდი ერთიანია, რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგამი, კიდევ ერთი მატჩი და ყველაფერს გავაკეთებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მატჩის დასრულების შემდეგ სამი ლომის ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემაც გააკეთა კომენტარი. ფიქრობ, ამ გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, მაგრამ ახლა გულგატეხილები ვართ. მინდოდა ინგლისის იმ ნაკრების წევრი ყოფილიყავი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწევდა და ამ ბარიერს გადალახავდა. ახლა კი აქ ვდგავარ და გულშემატკივრებს ისევ იმავეს ვეუბნები, რასაც წლების განმავლობაში ისმენდნენ. ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია. ვისურვებდი კიდევ ერთი ან ორი გამარჯვება მაინც მეჩუქებინა მათთვის, მაგრამ ამ წუთში იმედგაცრუებისგან თავიც კი არეული მაქვს, ამიტომ ბოდიშს გიხდით. მესი? უნდა ვთქვა, რომ 39 თუ 40 წლის ასაკში კვლავ ამ დონეზე თამაში უბრალოდ განსაკუთრებულია. ადამიანები მას ტელევიზორში უყურებენ და გონიათ, რომ ესმით, რამდენად კარგია ის, მაგრამ როდესაც მოედანზე რეალურად მის წინააღმდეგ თამაშობ, ეს სრულიად სხვა რამ არის. მეგობრებო, საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ? ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ FIFA და ჯანი ინფანტინო ეხმარებიან მესის და არგენტინის ნაკრებს. საუბარია იმაზე, რომ მარტივად მიიყვანეს ფინალამდე. ის რომ ჯარიმებს არ ნიშნავენ არგენტინის წინააღმდეგ და ბარათებს არ აძლევენ. ეთანხმებით თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას? თუ თვლით, რომ არგენტინამ ყველაფერი დამსახურებულად მოიგო. რაც შემეხება მე უბრალოდ გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელია ლიონელ მესი. რა თქმა უნდა, როგორც რონალდოს გულშემატკივარი გულდაწყვეტილი ვარ, რომ იმავეს ვერ შვება ის ფეხბურთელი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს. მაგრამ არაუშავს ამ ორი ფეხბურთელის ეპოქა დასასრულს უახლოვდება და ეს ნორმალურია. მადლობა მათ, რომ ბავშვობა გვაჩუქეს და ამდენი ლამაზი გოლი, ამდენი ლამაზი შეხვედრა. დღევანდელი ვიდეოც მიუახლოვდა თავის დასასრულს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ვიდეო დალაიქებული გაქვს და არხი გამოწერილი. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი, უფრო ცხელი და საინტერესო სიახლეებით. ამიტომ დარჩით ხაზზე. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.